სამარჩაბლოში სიტუაცია დაიძაბა ეს იყო აქ შეიქმნა მაშინდელი მისის ხელშეკრულების თანახმად ჩამოყალიბდა ხელშეკრულება იყო ასეთი სამხრივი შერეული ძალები და ჩამოყალიბებული იყო რუსები, ქართველები და ოსების. ერთად უნდა დამდგარიყო ეს სამივე შენაერთები პოსტებზე. და საქართველოს მხრიდან მე მაშინ სახურობდი, ხო, სანამ ეს მოხდებოდა მანამდე მოხდა ტელევიზიაში შეჭრა, ალტერ შულღაიარო შევიდა ტელევიზიაში. ხო და იმ ტელევიზიაში შეჭრა რომ მოხდა და იქიდან ისინი რომ აიყვანეს და იმის მე მაშინ ახალი შექმნილი იყო თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი პოლკოვნიკ თამაზ მეფარიშვილის მეთაურობით. და ჩვენ დაგვავალეს უშუალოდ ჩვენ ბატალიონს ამძაუს და დაგვეცვა. მე სამკუთხედი რო არის ამძაზე, აი იმ სამკუთხედში ქონდა ჩვენ შტაბი. მე ვიყავი ოცეულის მეთაური და იმ სმენები ცვლებით ვიყავით. ხოლმე 13 დღეს ვსვლიდით ერთმანეთს. და იქ რო ვიდექით იმ პერიოდში უკვე მოვიდა ბრძანება რომ იქიდან უნდა წავსულიყავით უკვე სამარჩაბლოში სამხრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და შერეულ ძალებში და გავერთიანებულიყავით. ჩვენ ვიყავით ჩვენი ბატალიონი და შინაგანი ჯარი იყო კიდევ. უნდა შევედით ერთობლივად სამარჩაბლოში. ეს იყო 14 აგვისტოს ხომ მოხდა ომი, დაიწყო ომი. 14 ივლისი, 14 ივნისი, 2 თვით ადრე იყო. ჩავდექით იქ სოფლებში ეს დიდი ლიახვიცხეობა, პატარა ლიახვიცხეობა, ნიქოზი, მერე ვანათი, ბელოთი, ანტრისხევი, ეს მთელი ეს ტერიტორიები დავიკავეთ. რა ქვია, ერედვი, აი მეფში ვიდექით ჩვენ და ერთად ვიდექით ეს რუსები, ოსები და ქართველები ლურჯი სამკლაურებით რა და ლურჯი ისინი რა ქვია ბერეტები ხო და აი იქ უკვე 92 წლის 13 აგვისტოს ღამე იქ გავიგეთ უკვე რომ აფხაზეთის სიტუაცია დაიძაბა უკვე და ჩვენები შევიდნენ აფხაზეთში 14-ში დიდით უკვე გავიგეთ რომ ტელევიზიამ გადმოსცა ჩვენ იქ სადაც ვიყავით რო შესაძლებელი იყო ჩვენი ვანათში ვიდექით ჩვენ თვითონ შესაძლებელი ქონდა ჩვენი ვანათის სკოლაში და სკოლაში ტელევიზორი ქონდა რა შავ-თეთრი რაღაცა ტელევიზორი მან გადმოსცა აჩვენა ჩვენი ბიჭები 6 ბიჭი ავნევში სასტიკად აწამეს ოსმან სეპარატისტებმა და დახოცეს ერთ-ერთი იყო ჩემი ძმაკაცი ვეფხო ბიჩინაშვილი ეს იყო მეთაური ასეულის მეთაური და შინაგან ჯარში იყო მაშინ ვეფხო და მე ვიყავი სადღაც სამინისტროში და აი მანამდეც კიდევ ჩვენ თბილისის ომში ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიდექით ეროვნულ გვარდიაში ვეფხო სასმეთაური იყო და მე სასმეთაური ვიყავი და იქ ვეფხო მოკლეს და კიდევ 6 ჯარისკაცი მე ჩვენ ისინი ჩამოვასვინეთ სულ თბილისში ვეფხო მე თვითონ ჩემი ფორმა რო ეცვა იმით მიცანი ტელევიზიაში თუ ისე იყო დამახინჯებული და აი ვერ იცნობდი თვალით აი ჩემი ფორმით ვიცანი რა და თბილისში რო ჩამოვასვენეთ და გვინდოდა ტელევიზიას გადაეცა მაშინ და ტელევიზიაში ვარს გეუბნებოდნენ რომ ეს ინფორმაცია გადაეცა ტელევიზიით აი შევედით ავტომატებით მაშინ ტელევიზიაში ხო და გავაშვებინეთ ძალით როგორც იტყვიან რომ ვეფხო ბიჩინაშვილი 6 ჯარისკაცი ასე ხეცურად აწამეს იქ ავნევში